მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. გამარჯობა თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ესე იგი ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის მერე სხვა რამეც თუ იზრდებოდა კიდევ ამ მთავრობაში ნამდვილად აღარ მეგონა. მაგრამ გადავწყვეტეთ რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი. შევახსენებ ყველას რომ 2012 წლიდან ჩვენ პენსიები გავზარდეთ 64% დაახლოებით. ვაშა, დადგა როგორც იქნა მეოთხე საუკეთესო წელი. მაგრამ მე რომ მკითხოთ, ახლა არჩევნების წელი უფრო დადგა, ვიდრე მეოთხე საუკეთესო. არა, ახლა მართალია, დაპირებულ საარსებო მინიმუმს სულაც არ უთანაბრდება პენსია და ლარის კურსი ან პროდუქტის ფასებიც არანაკლებ გაიზარდა, მაგრამ ეგ არაფერი კაცო. მთავარია რაღაცით ხომ იზრდება. თანაგებ ნაცებსაც გაუხარდებათ, იმიტომ რომ ითხოვდნენ პენსიას, უბრალოდ მის გაზრდას და მიეცათ. ხო და მშვენიერია. სულ ოპოზიციაში უნდა იყვნენ ეგენი, იმიტომ რომ საქმეზე უკეთ ლაპარაკი გამოსდიდა. სათქმელი რა თქმა უნდა კიდევ მეორია. არა, ხელისუფლებაშიც როცა იყვნენ კი გაზარდეს ეხლა თვითონაც პენსია დაპირებულ 100 დოლარამდე და 100 ახალ-ახალი ავადმყოფოც მიაყოლეს ზედ, მაგრამ მაინც ოპოზიციაში ჯობია მაგათი ყოფნა, ხო? მინიმუმ იმიტომ მაინც რომ ახლა რასაც მოითხოვენ შეიძლება მართლა ასრულდეს ეგ. ჯერ ერთი იმიტომ რომ არჩევნები მოდის, მეორეც იმიტომ რომ არჩევნები მოახლოვდა და მესამეც იმიტომ რომ არჩევნებია კარზე მომდგარი. რასაც გასცემ შენია, რაც არა სტიქი დაზარალებულთა ჰუმანიტარული ტვირთიო. განაცხადა თბილისის მერიამ და ქათმის ქონიანი ბარკალი ძალუმად მოიგდო პირში. როგორც ირკვევა 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი ამ დრომდე საწყობებში ინახება, არ დარიგებია დაზარალებულებს და პროდუქტის ნაწილი გაფუჭდა კიდეც. ისეთი ტიპის ტვირთი, რომელიც იყო მალფუჭებადი, მათი გადანაწილება გამგეობების საშუალებით ხდებოდა ოპერატიულ რეჟიმში, თუმცა იყო გარკვეული სახეობის ტვირთი, რომელიც ერთბაშად მათი გაცემა ჩვენ არ დაგვიწყია. შეგახსენებთ, რომ კურიერმა გუშინ გადაიღო მარშალ გელოვანის გამზირზე ერთ-ერთი საწყობი, სადაც ინახება 13 ივნისის სტიქის შედეგად დაზარალებულებისთვის შეგროვებული დახმარება, დაზარალებულების ინფორმაციით მათ დახმარება არ მიუღიათ აგვისტოს შემდეგ. ყოჩახ, მერია კაცო, ყოჩახ, ასე უნდა მოექცე მაგხალს. აბა ეხლა ყოველთვე თუ დაურიგეს საკვები, გაგითამამდებიან მერე და ისა მიეჩვევიან ჭამას. ვერ გავიგე კაცო, ხო ჭამეს უკვე ეს მალფუჭებადი რაც იყო და რით ვერ ამოივსეს ის კუჭი, ა? თან ახლა ყველაფერი ახლავე თუ დაურიგე, ხო შეიძლება ეს 6-ის მერეც ჭამო ხოლმე და გასუხდნენ. ამიტომ მიაწოდეთ 1000-ში ერთხელ და იქნება ამასობა შევისა. დაავიწყდეთ კიდეც რომ საერთოდ ჭამა საჭიროა. და შეგჭეთ ეგ პროდუქტი ხახვივით, ზეთივით, მაკარონივით და რა ვიცი კიდე რამდენია მანდ კიდევ. და რა გეჩქარებათ, ისედაც ნოემბერია ჯერ, დეკემბერი ხო არა? ბოლოს და ბოლოს ახალი წელი მოდის. და ბარემისა, სიურპრიზი გაუგეთეთ და ბუხრიდან ჩაუყარეთ, ან წინდებში ჩაუწყოთ ეგ საჭმელი. არა ახლა მე მესმის მერის განა არ მესმის, კაცო, საცობებია, ორმოებია გზებზე და ესა ჭირის პროდუქტის დროულად მიტანა, მაგრამ აბა ჯერ ახლა მაგის მოგვარებაზე როგორი ფიქრებს, ხა? პროდუქტი აქვს დასარიგებელი და პროდუქტებზე კიდევ როგორი ფიქრობს, როცა გზაზე ამდენი პრობლემაა. მერია, ნუ ანჯდებით მაგ პროდუქტებს, თორემ შეიძლება დაკვერცხდეს და კვერცხი კიდევ ვერ გაძლებს ახლა ამდენი თვე გაუფუჭებლად. გაქცევებულ მაღალჩინოსანს ეკითხებიან, პენსიებს რატომ ზრდითო? იმიტომ რომ დანამატები გავაბრაოთ, თორემ მოხუცი ბებიაჩებიც მეზარეებაო. მერიას საყვედურობენ საწყობში რომ გიფუჭდებათ საჭმელი, დაზარალებულებს რატომ არ ურიგებთო? და მერია კიდევ პასუხობს, რა ბოროტები ხართ? ეგ რომ დავარიგოთ საწყალმა ვირთხებმა რაღა ჭამონო. ვაშა, სიგარეტზე აქციზები ზვირდება, შესაბამისად სიგარეტიც ზვირდება. ვაშა. რა? მე რა მიხარია? ახლავე გავიგებ.
ის რომ ვიღაცას გაუძვირდება და ვერ იყიდის სიგარეტს ძალიანაც კარგი ნაციონალური მოძრაობა რომელიც ინტენსიურად ეწევა პარლამენტში გვერდით ოთახში მანაც უნდა დაანებოს მოწევას იქ სადაც არ არის მოწევის ადგილი და აი თურმე რა მიხარობდა სიგარეტის გაძვირება ეს არის ბრძოლა მავნებელ თამბაქოსთან მშვენიერია თუ ვიღაც ახლა სიგარეტს ვეღარ იყიდის ეს არის გადასარევი რა და დროა ნაცებმაც დაანებონ თავი მოწევას მით უმეტეს იმ ოთახში სადაც მოწევა არ შეიძლება თორემ ნუ გონიათ რომ ეხლა ესეც შერჩებათ ისევე როგორც ყველაფერი სხვა შერჩათ იმიტომ რომ სიგარეტის მოხმარება სახელმწიფოს ძვირი უჭდება ძვირი მაგალითად ეხლა ყველას გვახსოვს რა დარტყმა მიაყენა მწეველმა გიგა ბოკერიან ბიუჯეტს როცა არამწეველი ირინა იმერიშვილი იძულებული გახდა მრავალათასიანი მანკანა ეყიდა იმედია მავნებლებთან ბრძოლა ამით არ დამთავრდება და თამბაქოს მერე გაძვირდება ალკოჰოლური სასმელი იმიტომ რომ ალკოჰოლი მავნებელია ძალიან მავნებელი ყოფილა ისა შაქარ დანამატებიც ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაძვირდეს ნამწყარი მერე ყოველგვარი ცომეული ღორის ხორცი ნიგოზი მწარე ცხარე და საერთოდ რაც არადიეტურია კაცო და აი ასე განხორციელდა ახალი პროგრამა ტანწერწეთი საქართველო თუმცა ამის მიღწევას კიდევ უფრო კომპლექსური მიდგომა სჭირდება პარალელურად უნდა შევამციროთ ბოლოს კი გავაუქმოთ სამუშაო ადგილები ხალხს თანდათან უნდა გადაუკეთოთ ფულის შოვნის ყველა გზა თუმცა ხალხი არ იცი კაცო როგორი უზნეოა ხო ვიცი ახლა ნემსის ყუნწში გაძრება და მაგ მავნებელ სიგარეტს ღერებით მაინც იყიდის შენა სერგო კაი ბიჭობა გირჩევნია თუ ტორტი ჰა კაცო კი არ გაკაჩავებ უბრალოდ ინტერაქტივს ვაკეთებ მაინტერესებს ახლა საით იხრება ქართული საზოგადოება ბიჭო არჩევნები მოდის და უნდა ვიცოდე ხა რას დავპირდე ხალხს ტორტს თუ ამნისტიას რაო ყველაზე სულელური გამოკითხვაა და შენ ეთქობა მაესტროს ეს გამოკითხვა არ გინახავს მყურე ვისი მხარე უნდა დაიჭიროს საქართველოს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში რუსეთის 80% თურქეთის 4.18 მიასედი ნეიტრალური 15.6 მიასედი ბედკრული ისტორია რა ქუზეი და გუნეივით წარამარა მეორდება კაც ბიზანტია თუ ირანი ბიზანტია თუ არაბები ოსმალები თუ სპარსები თუ რუსები თურქები თუ რუსები მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არასდროს არავინ არაფერს გვეკითხებოდ ისე გლეჯდნენ შუას ახლა კი გვეკითხებიან შენ საით გინდა ერო ფრიად მადლობელი ვარ ამ კითხვის დასმისთვის ეხლა ვინ იცის ერეკლე მეფის დროსაც რომ ყოფილიყო მაესტრო და მაგდა ანიკაშვილი აგრებიგად არ გაუჭირდებოდა ეხლა იმ გადაწყვეტილების მიღებას აწყალ მეფეს არა მე მაქვს პრეტენზია ახლა რომ ეს გამოკითხვა არაობიექტურ გარემოში ჩარდა ხო აბა მაშინ ჩაეტარებინათ თორსა თურქული სერიალების ბუმი იყო შემოყარეს აქ რუსული სერიალები და პუტინმაც მაშინვე დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე არა კაც სასწრაფოდ გჭირდება რამე ევროკავშირული სერიალი თორემ სტოკჰოლმის სინდრომი გჭირს უკვე კაც უბრალოდ სტაკგოლმის ახლა უცებ ცხონებული ბენდუქიძე გამახსენდა თავისი უბერებელი ფრაზით რა აი ამათ გადაგეკითხებით კაცო ო ზემდგომი ურეკავს მაგდა ანიკაშვილს ეს რუსეთი და თურქეთი რა იდიოტური ინტერაქტივია ახლავე შეცვალეთო როგორ და ერთ მორწმუნე რუსეთი თუ ურჯულო თურქეთიო უმრავლესობას ეკითხებიან სიგარეტს რატომ აძვირებთ რატომ და სიგარეტის კვამლი არ იცით როგორია ზემოთ ადისო მერეო რამერე ბიძინას აწუხებსო ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქს. ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. აბა რა შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან.